ზაქრო მამულია არის სენაკის თემის ფოცხოს თემის რწმუნებული, რომელიც არის ნასამართლები და არის პირობით პასუხისმგებლობაში. ეს ადამიანი დაიტოვეს იმიტომ რწმუნებულად, რომ ასე აწყობდა მისაბიშვილს, გურამ მისაბიშვილს და სენაკის გამგებლად ბატონ თენგო ადამიანს. ამ ადამიანის საჯარო სამსახურზე დატოვება იყო ყოველგვარი კანონის დარღვევა. ეს ასე არ შეიძლებოდა. მე ამასთან დაკავშირებით მივმართე სენაკის პროკურატურას 25 სექტემბერს და დღეს მივიღე ეშუალედური პასუხი. მე ვითხოვდი, რომ ამ ადამიანის პასუხისმგებლობაში მისცემას და ვინც ხელი დააფარა და ვინც დამალა ამის პრობაციონერობა, ამის დასჯას. დღეს მეუბნებიან, რომ ესე იძიებენ რაღაც ფაქტებს, რაში ჭირდება გამოძიება, როცა ადამიანი გასამართლებულია ყალბი დოკუმენტის დამზადებაში, როცა იყოს რწმუნებული და იგივე თემის რწმუნებულად დატოვეს და გამოიყენეს არჩევნებში. წერია ამ ადამიანის სახელი და გვარი. პრობაციონერთა სიაში, რომელიც მუშაობდა ქართული ოცნების წინააღმდეგ. მე ვითხოვ კანონიერად ორივეს დასჯას, მამულიას და ასევე სენაკის გამგებლის.